სააკაშვილს ჩამოდის. ჩვენ მივიდიოთ როგორც სკოლა, მე არ ვაპირებდი დღეს წასვლამა და დავავალე სკოლიდან წასვლა. არა, საერთოდ ბავშვები ესე უნდა წავიდეთ. არავინ. მათსა რა ინტერვიუს მართლა რაზდილობა. არა, ჩემი სურვილით მივდივარ ხო უბრალოდ, იქ დაქალნა ვნახო შაურზე. შეხვედრა არ მაინტერესებს მართლა. მით უმეტეს სააკაშვილის ბოდიშკი. გაკვეთილები დამთავრდა უკვე? დიახ. ორის ნახევარზე მთავრდება გაკვეთილები? რავი, გააჩნია 7 გაკვეთილი 4-ზე და თქვენ ვინ გითხრათ უნდა წასულიყავით შეხვედრაზე? დირექტორი. დირექტორმა გითხრათ რომ პრეზიდენტი მოდის და უნდა დახვდეთ, ხო? დიახ. რომელი კლასის მოსწავლე? მეათე. საიდან ჩამოხვდით? მიხეთიდან. სკოლის მოსწავლეები? კი. ესე ადრე დაგიწყოთ გაკვეთილები? ჩამოვისეირნეთ. რას ნიშნავს ჩამოისეირნეთ? ანუ აცდეთ გაკვეთილებს? არა, დაგვიმთავრდა. ესე ადრე დაგიმთავრდა? კი. და სად მიდიხართ, რასთან დაკავშირებით? აი, სადამრავლში. შაურზე მივდივარ. რასთან დაკავშირებით? პრეზიდენტი მოდის და? თქვენ კითხვა გაქვთ პრეზიდენტთან რამე? არა, არანაირი. არანაირი. აბა რატომ მიდიხართ? უნდა მოусმინოთ. გაინტერესებთ რა თქმა უნდა. თქვენ რა ინფორმაცია გაქვთ, რასთან დაკავშირებით ჩამოდის პრეზიდენტი? არა ვიცი. არანაირი კითხვა არ გაქვთ პრეზიდენტთან? არა. ნუ რა ვიცი, აქ დაგვიბარეს და აქ გვითხრეს და თქვენ არც რასთან დაკავშირებით იყო აქ შეხვედრა? იყო ნუ შევკვირდა გავაკეთებო ამ იმგენს ტურისტულ ბაზებს და ამნაირ რაღაცებს, რა ვიცი, ბა. თქვენ რა კითხვები გქონდათ პრეზიდენტთან? მე ბევრი კითხვები მქონდა, მაგრამ არ მიმიშვეს იქამდე. რა ვიცი, აბა. მინდოდა, აი ჩემი ოჯახის შესახებ მინდოდა რომ მეთქვა. სამივე შვილი მყავს, სამივე ავღანეთში მყავს და არც სოციალური დახმარება მაქვს და არაფერი არ მაქვს, რა ვიცი, აბა. ამ კითხების დასმა გიდოდოთ პრეზიდენტთან და არ კი, არა, ნუ არ შეიძლება მისლავ და წერილი გადავეცი. ხო, თან ტოლილობის სტატუსიც არ მაქვს და იქიდანა ვარ, აი ოჩამჩილიდანა ვარ. 20 წელიწადია ვერ გავაკეთეთ, ვერაფერი ვერ მივედი იქამდე, აი ჩემი არქონობით და ჩემი გაჭირვებით. ამჟამად საწყობ საერთოდ ჩამოვიდა. პირველ ტოლაში ვცხოვრობ, ისე ოჩამჩილიდანა ვარ, დევნილები ვართ, გამოგცაულები ვართ რა ერთი სიტყვით. ხო და რა ვიცი, აბა. გქონდათ პრეზიდენტთან გასაუბრები? კი მინდოდა, მაგრამ რა ვიცი, არ შეიძლება ასე მითხრას და წერილი კი მივაწოდა, ვიღაცა დაცვა იყო, იმას მივეცი. და რა სთხოვდით ამ წერილს? ნუ სთხოვდი, რომ აი ბიჭები მყავს, უსახკაროდ მყავს, ბინა არ აქვს, არაფერი არ აქვს, ავღანეთი მოიარეს ერთხელ ორჯერ და კიდე მიდის ჩემი ბიჭი ავღანეთში.